გამარჯობა, მოგესალმებით ჩემს არხზე. დღეს მინდა თქვენთან ერთად გავაკეთო მასკა. ეს მასკის ანალოგი ვნახე ერთ-ერთ ბლოგერთან YouTube-ში და გადაწყვეტე ისეთ სერიას გაკეთება. ოღონდ ოდნავ შევცვალე. უპირველეს ყოვლისა გაგაცნობთ ინგრედიენტებს. რაც მინდა დავუმატო ამ მასკას არის aloe vera gel, რომელიც გავაკეთე ამჯერად მე თვითონ და არ მიყიდია. ან ვიყიდო aloe vera ფოთოლი და გავაკეთე გელი. ნახეთ როგორი გამოვიდა. ანუ სუფთა გელი არის, არანაირი შემამატები ამას არ გააჩნია. შემდეგი, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ამ ჩვენი მასკის, იქნება გი. ანუ ეს არის გადამტნარი კარაქი აიურვედაში ამას ეძახიან გის ან ხი ქვია მეორენაირად კარაქი, ანუ ჩვეულებრივი ენით რო ვთქვათ, არის გადამტნარი კარაქი და ამის დამატება მინდა კიდე, ოღონდ ეს უნდა გავატნო მანამდე. დავუმატებ კიდე აი ასეთ ფქვილს. ეს არის აფსიანკა, სადაც ჩვენ აფსიანკას ვეძახით. აფსიანკას ფქვილი არის, ფქვილი არის ძალიან ჩვეულებრივი ფქვილივით. დავუმატებ ვიტამინ C-ს, ჩვეულებრივ ვიტამინ C-ს, კოსმეტიკური მიზნებისთვის, რაც მაქვს შეძენილი. დავუმატებ კიდე სპირულინას. სპირულინა ეს არის ზღვის მცენარეები, აი ეს აი აქ უფრო კარგად ჩანს, მომწვანო ფერი აქვს, მაგრამ ცოტა სუნი არა აქვს კარგი. და დავუმატებ კიდე ამას მასლა კანაპლი. ქართულად რა ქვია კანაპლას არ ვიცი. თუ შეამჩნიათ, ყველაფერს აწერია ბიო, ყველაფერი არის ბიოლოგიურად სუფთა. აი ეს ფოთოლიც კი, რომელიც ვიყიდე, ერთი ფოთოლი იყო ბიოლოგიურად სუფთა. აბა დავიწყოთ მაშინ გაკეთება. ამაში ახლა მე გადავიტან აი ესეთ ერთ კოს. შეიძლება უფრო მეც. გავვნათ კარაქს, ანუ კარაქი გი, ან კარაქი ხი. ორენად შეიძლება. არის აიურვედაში გამოიყენება. ძალიან სასარგებლოა სხვათა შორის. ეს მე მგონი ქართული ერბოს ანალოგია, ალბათ ერბო არის უფრო ქართულად. ძალიან სასარგებლო არის, ამის შიგნითაც მიღება, რა თქმა უნდა, ახლა ეს მე კოსმეტიკისთვის არ მიყიდია. ეს ვიყიდე ჩვეულებრივად სამზარეულოში გამოსაყენებლად. შემდგომ აი ეს არის ჩვენი კარაქი. ეს მე ამას გადნობას ვაპირებ, მაგრამ აღარ გავაკნობ, იყოს ასე. დავუმატებ აი ამ ფქვილს. როგორც გითხარით, ეს მასე ერთ-ერთ ბლოგერთან ეს მასკა და დამაინტერესა, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად აკეთებს, მე ცოტა სხვანაირად დავუმატე რაღაც ინგრედიენტები. მაგალითად დავუმატე სპირულინა და დავუმატე ვიტამინ C და დავუმატე კიდე aloe vera gel. ერთმანეთში დავუმატე aloe vera gel. ეს ყველაფერი არის დეზინფექცია, ყველაფერს გავლილი. როგორც იცით, მე დეზინფექციის გარეშე არაფერს არ ვაკეთებ. ეხლა ვაკეთებ აბსოლუტურად თვალით ამ მასკას, ანუ არანაირი რეცეპტი არ გამაჩნია, მაქვს თვალით ვაკეთებ. თქვენ იმის და მიხედვით, რაც გექნებათ სახლში, შეგიძლიათ ისე დაამზადოთ, თუ არა გაქვთ ვთქვათ სპირულინა, ვიტამინი C, არაფერი არ უჭირს. გააკეთებთ მაშინ სპირულინას და ვიტამინი C-ს გარეშე. დავუმატებთ, რა ვიცი, რაც გნებთ ის. ავუღიოთ ერთმანეთში. დავუმატოთ ვიტამინი C. ვიტამინი C-ს ვერ დავუმატებ. დავუმატებ სპირულინას.
სპირულინის მასკები სხვათა შორის ძალიან კარგია და ძალიან სასარგებლო ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ ეს არის ზღვის მცენარე, დაუმატებ ორკოვს. ანუ ძალიან სასარგებლო, ერთადერთი რაც არ მომწონს არის სუნი, ძალიან ინტენსიური სუნი აქვს და არ მომწონს. და დავუმატებ აი ამ მასლაკანაბლია, ვიცი ქართულად როგორ არის. ესეც არის ბიო, ეს შევიძინე, იმიტომ რომ მქონდა ერთი და რატა გაუვიდა. მასაც დავუმატებ ერთ ორკოვს. აურევთ ერთმანეთში და დავიდებთ სახეზე, თვალის არეში არ დაიდოთ. ავიდეთ თვალის არეს. მერე წამოწექით და რამოდენიმე 20 წუთი მაინც გქონდეთ სახეზე დადებული. სპირულინი ცოტა რთული მოსაშორებელი არის სახიდან. და თბილი წყლით მერე მოიბანეთ და შეგიძლიათ წაისვათ მერე დამატენიანებელი ამ კვებავი კრემი. აი ახლა კარგად აუღებთ და გაჩვენებთ საბოლოო კონსისტენცია როგორი გამოუვა. სპირულინას სუნი არ აქვს საბედნიეროდ. აი საბოლოო კონსისტენცია გამოვიდა აი ასეთი. ამის დადება შეიძლება ჩვეულებრივი ფუნჯი, ანუ ფუნჯი, კოსმეტიკური ფუნჯი, ან ნებისმიერი ფუნჯი, რომელთაც თქვენ ისმევთ მასკებს სახეზე. და ესეთი კონსისტენცია გამოვიდა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.